მოკლედ, ჩასართავად აქ მოვალთ, აქეთ არის მთავარი შემსვლელი დენის, ამას ჩავრთავთ. შემდგომ ეს არის უშუალოდ რაც მიდის ლაზერზე, ეს არის ჰაერის კომპრესორი. ავწერთ. ასევე უნდა ჩავრთოთ ესეც, მაცივარი. უნდა გავხსნათ ჰაერი. მოვიდეთ ჰაერის კომპრესორთან, დავაჭიროთ ჩართვის ღილაკს. სოკო გახსნილი უნდა იყოს. დავაჭიროთ ჩართვის ღილაკს. ერე უნდა მოვიდეთ ჩილერთან. ჩილერი ასე არ ჩაირთვება პრინციპში, უნდა გადავატრიალოთ დენში ჩართვა. შემდგომ მოვდივართ აქ უკან და ვაჭერთ ჩართვას ესე როძრავისას და ჩილერისას. შემდგომ მივდივართ ჩილერთან. ვახულობ ტემპერატურას. ტემპერატურა უნდა იყოს აცილებული 20 გრადუს დაახლოებით და ამის შემდგომ ვთავთ ლაზერს. აგერ არის ლაზერის ჩართვის ღილაკი. მივდივართ, ნახულობთ რომ ლაზერი ჩართული არის. დავასწრით რამოდენიმე წუთი. ჯერ უნდა გაამწვანოს და მერე ვაჭერთ აი ამ ჩართვის ღილაკს, აი აქ. შემდგომ მოვდივართ და ვხსნით TUB Pro აპლიკაციას. აპლიკაცია ჩაიტვირთება. თუ მილი გვაქვს დატოვებული მაგ შემთხვევაში ეს K1, K2, K3, K4 არის ამპირების გაღება დაკეტვა. აიცა, ჯერ არის ჩატვირთული, ჯერ არა ჩატვირთული. როდესაც ჩაიტვირთება, გვეგიგოვნება რომ Z ღერძი გავუშვით 0-ზე, ჩამოშლით აი ამ სექციას და Z-ს გავუშვებთ 0-ზე. Z-ი განულდება, აქედან გამოვალთ და დავაჭერთ K4-ს. K4 გახსნის ამას და K2, K1 მოუშვებს ამას. ამის შემდგომ შეგვიძლია ეს მილი გამოვიღოთ აქედან და გავანულოთ ყველა ღერძი. გასანულებლად აქ უნდა ჩამოვშალოთ ეს მენიუ და უმჯობესია რომ ცალ-ცალკე გავუშვათ განულებაზე. მაგალითად გავანულებთ X, ნახავთ რომ ეს მოძრაობს და ნოლდება. ამის შემდგომ ამას დავხურავთ, ავირჩევთ, გავუშვებთ შემდგომ Y-ზე. Y-ი არის უშუალოდ ეს ღერძი, ჩავა ბოლოში, განულდება და შემდგომ უკვე B ღერძს, ანუ სატრიალო ღერძს გავანულებთ. აქედან გამოვალთ, შემდგომ ავირჩევთ B ღერძს და B ღერძს გავუშვებთ განულებას. დაიწყებს ეს დატრიალებას, ეს ხარისხი დაიწყებს დატრიალებას და განულებენ და ამავდროულად სინქრონიზაციასაც გააკეთებენ. შემდგომ დავაჭერთ უკვე ჩამოშლით და ავირჩევთ ყველა ღერძის განულებას. ვიცემთ ნაჩვენად და აბსოლუტურად ყველა ღერძს განულებს ერთდროულად. და აქ შეიძლება რაღაც მწვანედ გიწერდეს რომ დააჭირე ყველა ღერძის განულებას და შესაბამისად ესეც უნდა გააკეთოთ. აუცილებელი არის ეს მუშაობა არ უნდა დაიწყოს. შემდგომ აქ ვიწი, როდესაც მორჩება მუშაობას და ეგ არის განულების ოპერაცია. ახლა რაც შეეხება ფაილის შექმნას. ფაილის შესაქმნელად აქ არის TUBEST. აქ, ეს ავადოთ ამის ლიცენზია არ გვაქვს. TUBEST Lite არის აქ. TUBEST Lite-ში შეგვიძლია, თქვათ, დაიმპორტება ფაილის. ძირითადად IGS ფორმატში ხდება დაიმპორტება, არის სტანდარტული, აქ სტანდარტული ფორმები რაც არის. თქვათ, აქ სიგრძეები შეგვიძლია ავირჩიოთ. Next და ამას დავგენერირებს. ეს კიდე შეგვიძლია შემდგომ გადავამრავლოთ. ან მეორე ვარიანტია 3D wrapping-ი, ან თქვათ ნახაზი შეიძლება გქონდეს და აქ ავირჩევთ DXF ფაილს და ირგვლივ შემოაკრავს. მაგალითად ტექსტური ფაილი რო გქონდეს, ირგვლივ შემოაკრავს ამ ტრობა კვადრატს. ან კიდე ბოლო ვარიანტი არის უკვე აქ შექმნა შეგვიძლია main tube, მაგალითად ავირჩიოთ კვადრატული ფორმა. აი აქ შეგვიძლია ზომების მითითება, თქვათ 60-60-ზე გვაქვს მილ კვადრატი, გარე რადიუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი არის და კედლის სიხე. ამავდროულად სიგრძეს. მოდი მივცეთ apply და ახლა გვინდა მაგალითად გადაჭრა, ხო? აი აქ გვაქვს გადაჭრა. შეგვიძლია ავირჩიოთ გადაჭრა.
ეს ატომაც მაღლა არის. შეგვიძლია ავირჩიოთ აქ გადაჭრა. აქ მანძილი თქვა რა მანძილზე იყოს გადაადგილებული თქვა z კოორდინატზე 45 გრადუსით არის დახრილი. აქ არის კოორდინატები z, x, y. x-ზე მაგალითად იყოს მოდი 40 მმ-ით წინ წაწეული. 40 მიცეთ apply. ასე დეტალი გავუკეთავ, მაგალითად გვინდა ნახრეტი, დავაჭერთ აქ ნახრეტის არჩევას. ნახრეტის ტიპები სხვადასხვანაირი არის. თქვა ელიფსური ფორმის, ესეთი რაღაცა. მოდი იყოს წრეწირი ისე, ვიცით apply და გააკეთებს ასეთ ნახრეტს. აქ მიცეთ OK-ს, TubeSlide-ში შემოიტანს ამ ფაილს. შეგვიძლია შემდგომ დავირჩიოთ ექსპორტი, დესკტოპი, test 2 დავარქვათ ფაილს, OK. ისევ გადავალთ TubePro-ში, სადაც უკვე ფაილი შეგვიძლია შემოვიტანოთ. აქ ატკრიც test 2, აქ ეს უკვე გამზადებული რაღაც ნახაზები არის. ესენი არ გვინდა. მაგალითად test 2 ავიღოთ, open და შემოიტანს აქ ფაილს. დანარჩენად პარამეტრებსაც შეეხება, აქ იგივენაირად არის პარამეტრები, როგორც ბრტყელ მაგიდაზე, ოღონდ განსხვავებული არის ეს კუთხის პარამეტრი. აქ კუთხის პარამეტრის სიჩქარის შეზღუდვა ჯობია რომ გქონდეს. ეს არის ბრუნთა რიცხვები, მაგალითად 10-ით შევზღუდოთ, ასევე აჩქარებაც. დანარჩენად აქ არის ჭრის პარამეტრები და რაც შეეხება ფოკუსის შესაძლებლად, ამლა დავატრიალოთ აი ეს შესტიგრანკით, აქ შესტიგრანკად შევუშვებთ. მარცხნივ თუ დავატრიალოთ ფოკუსი მინუსში ჩავა, პირიქით თუ დავატრიალოთ ფოკუსი პლუსშია. აღ დაახლოებით -3-ზე მიყენია ფოკუსი. ასე გქონდეს აბა 1.5 დაშორება, აქ სიმძლავრეები, სიხშირე, ვიცით OK და შეგვიძლია უკვე ჩავტვირთოთ მილი. ასე წინ წამოსვლას თუ დავაჭერთ fast-ით. ასე მოვა წინ. შემდგომ მილს ჩავტვირთავთ. ავუკეთებთ. დავაჭერთ K2-ს და დავაჭერთ K3-ს, რომ წინას დაიკეტოს. შემდგომ წინ გამოვწევთ. სასურველია ყოველთვის კალიბრაცია. ოღონდ მილის თავზე, მილი კვადრატის თავზე, როდესაც იქნება დაახლოებით გასორებული. მაგ შემთხვევაში დავაჭერთ follows. მასალიდან რაღაც დაშორებით გავაჩერებთ. 1.5 მმ-ის დაშორებით და მივცემთ კალიბრაციას. გააკეთეს ტევადობის კალიბრაციას. შევამოწმოთ მაინც follow relax. ეს რა თქმა უნდა ეს პანჯარა უნდა ჩავხუროთ. ყველაფერი კარგად არის. ამის შემდგომ სასურველი არის ცენტრის პოვნა, რუჩნაია ცენტროვკა, პოზიცია ავტოცენტროვკა. აქ მივთითებთ ზომებს და მივცემთ start centering. ასეთ რაღაცას გააკეთებს. მივცემთ OK-ს. ავტოცენტრი, ესე იგი ეს გავაკეთეთ, რუჩნაია ცენტროვკა. ეს უკვე არ გვჭირდება. პოზიცია ეს არ გვინდა. კარგი. აქ უკვე ახლა ფაილი შემოტანილი გვაქვს. პარამეტრებიც მითითებულია, განვლებაც გაკეთებულია და შეგვიძლია მივცეთ starts. ოღონდ პირველ რიგში რა თქმა უნდა, შათერი უნდა გამოვურთოთ. ლაზერი ვნახოთ, ფაილიც ვნახოთ რომ მუშაობს და შემდგომ მივცეთ starts. როგორ შექმნათ მაგალითად კვადრატი და სტანდარტული ჭრა. ავირჩიოთ კვადრატს 60, რადიუსი 5 მმ, ზომა სიგრძე 100 მმ,
გრადუსებზე თუ გინდა გადაჭა გრადუსებს აქ უთითებთ. კედლის სისქე აქ არის დაახლოებით 2.5 მმ. აი, ცოტა დაწერა. 5. შემდგომ ექსპორტი კვადრატი დავარქოთ. კვადრატი, save. გადავიდეთ უპროში. Add-grid. No. კვადრატი. აგერ არის ჩვენი კვადრატი. Open. აქ შემოტანილი უკვე შეგვიძლია გავუშვათ. ოდნავ მიტყვა დაჭირდება. ეგა.